2024 წელს უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორში გადაგაცილებული სესხების მოცულობა გაორმაგდა ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებით გასული წლის ბოლოს ამ სექტორში უმოქმედო სესხების მოცულობა 86 მილიონ დოლარს აღწევდა, რაც 2023 წელთან შედარებით 90%-ით მეტია. კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით მთლიანობაში გადაგაცილებული სესხები უძრავი ქონების დეველოპმენტზე მხოლოდ 2% მოდის, უფრო მეტი გადაგაცილებული სესხი არის სოფლის მეურნეობის სექტორში და ეს არის 2.7%-ის ფარგლებში, სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების სექტორში კი გადაგაცილებული სესხების პორტფელი 2.4%-ს აღწევს. როგორია მონაცემები უკვე კრედიტ-ინფო საქართველოს პლატფორმაზე, სადაც ბიზნესის სესხები მთლიანი მაჩვენებლის 52%-ს წარმოადგენს, ინფორმაციას მირიან ჯობავასთან კრედიტ-ინფო საქართველოს ბიზნეს ანალიტიკოსთან ერთად შევაჯამებთ, რომელიც შემოგვიერთდა სტუდიაში. დილომშვიდობის. ამბობთ, რომ ვსტუმრობთ, თუ სწორად მახსოვს 6 თვის შედეგები შევაჯამეთ ბოლოს და მინდა რომ გკითხოთ 2024 წელი კრედიტ-ინფოს მაჩვენებლები როგორი იყო, რამდენად გაუმჯობესდა ან გაუარესდა მდგომარეობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შემოსალმებით თქვენ მაყურებელს 2024 წლის მდგომარეობით საკრედიტო პორტფელი საკმაოდ გაზრდილი არის, დაახლოებით 50 მილიარდ 300 მილიონი შეადგენს, რაც დაახლოებით 14%-ით გაზრდას აფიქსირებს. ეს არის უხეშად რო ვთქვათ 6 მილიარდ 200 მილიონი. ძირითადად ეს გაზრდა მოდის საბანკო სექტორზე. საბანკო სექტორი დაახლოებით 5.5 მილიარდით გაიზარდა, სადაც რა თქმა უნდა ძირითადი წილი არის ბიზნესი, იპოთეკური სესხი, სამოხმარებლო სესხი. რაც შეეხება კრედიტობა გაიზარდა საცალოში თუ ბიზნეს მიმართულებაზე უფრო მეტად. უკაცრავად საცალოზე გაიზარდა უფრო მეტად კრედიტობა თუ ბიზნესზე. ძირითადად გაიზარდა დაახლოებით 2.9 მილიარდი სამოხმარებლო სესხებზე. ბიზნესზე გაიზარდა პირობითად 1 მილიარდ 1 მილიონი და იპოთეკურ სესხზე გაიზარდა დაახლოებით 1.5 მილიარდი პროდუქტი, ანუ მოცულობა, ასე რომ ვთქვათ. გადაგაცილებული სესხების ნაწილში როგორი იყო მდგომარეობა? გადაგაცილებული სესხებს რაც შეეხება რადიკალურად არ არის გაზრდილი მოცულობაში, დაახლოებით 200 მილიონით არის გაზრდილი. თუ ადრე ფიქსირდებოდა დაახლოებით 2 მილიარდ 400 მილიონი ლარის მოცულობა მთლიანად, ახლა ფიქსირდება 2 მილიარდ 600 მილიონზე ოდნავ მეტი. თვითონ ფიზიკური პირების რაოდენობაც რადიკალურად არ არის გაზრდილი, დაახლოებით 1000-ით არის გაზრდილი და თუ სწორად მახსოვს 368,000 შეადგენს ახლა 31 დეკემბრის მდგომარეობით. მე ვახსენე ეროვნული ბანკის მონაცემები, რომელიც ამბობდა, რომ რიგ მიმართულებებში, რიგ სექტორებში, მათ შორის დეველოპმენტში გაორმაგებულია. ყველაზე მცირე იყო 0.9% იყო, თუ სწორად მახსოვს 1%-ის ფარგლებში და ახლა თითქმის 2%-ს აღწევს და გაორმაგებულია. თქვენი მონაცემები რას აჩვენებდა გასულ წელს? სექტორების მიხედვით რომ მივყვეთ, მოკლედ სად არის უფრო მეტად ცვლილებები წინა სექტორების მიხედვით, ასე რომ ვთქვა, თუ რა ტიპის სესხებელია ჩვენთან სამწუხაროდ არ ისახება ეს ინფორმაცია, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე ნაკლებ რისკიანი არის ეს არის იპოთეკური სესხი, როგორც იცით, ყველაზე დაცული სესხი არის და დაახლოებით სესხებლების მხოლოდ 2%-ს უფიქსირდებათ ვადაგადაცილება, რაც არის დაახლოებით 2000 მოხმარებელი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასე ვთქვათ, გაფუჭებული სესხი არის. უბრალოდ 30 დღე ან 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდებათ. თითქმის პროცენტიც არ არის აი ამ იპოთეკურ სესხებში, რომელსაც ვერ ახდენს, ასე რომ ვთქვათ, სესხის გადახდას, ანუ 90 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდება. ყველაზე დიდი, რა თქმა უნდა, არის სამოხმარებლო სესხებში, ისო ფიზიკური დაკრედიტება, სადაც დაახლოებით მომხმარებლების თუ არ ვწდებით 18%-მდე უფიქსირდება ვადაგადაცილება და ბოლოს მოდის როგორც ვახსენე ბიზნეს სესხები, სადღაც 8%-მდე, ასე რომ ვთქვათ, არის აქაც დაფიქსირება. მთლიანი პორტფელის, რაც არის ვადაგადაცილებაში. 30 დღემდე, 3 თვემდე და უიმედო სესხები, ხო, რაღაცა სამმართველოდ იყოფა, თუ სწორად მახსოვს. ამ კუთხით თუ იცვლება წლიდან წლამდე მდგომარეობა და კი, იცვლება. ცოტათი გაუარესება არის შესამჩნევი, დაახლოებით 0.9%-ით არის გაზრდილი, ასე რომ ვთქვათ, 90 დღეზე მეტი ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა აქტიური რო ავიღოთ, თუმცა რადიკალურად არა. პირობითად აი 3 თვის ჭრილში, ასე რომ ვთქვათ, სესხის გაცემიდან პირველ 3 თვის განმავლობაში რაღაც დაფიქსირებული ვადაგადაცილება შემცირებული არის, მაგრამ პირველ 12 თვის განმავლობაში სიტყვაზე გადაფოლტებული, ანუ 90 დღეზე მეტი ვადაგადაცილებული სესხი ოდნავ არის გაზრდილი, რო ვთქვათ, რომ რაღაცა დიდი მოცულობის თანხა არის, არ არის მასე, უბრალოდ შეიძლება კონტრაქტების რაოდენობით იყოს, სადღაც აი როგორც გითხარით 0.9%, ისეც სამოხმარებლო. ვადაგადაცილებაში ძირითადად მოდის მისეების ბაზარზეა უფრო მეტი დიახ, მისეების ბაზარზე რა თქმა უნდა, კი. აი პირობითად თუ ავიღებთ საბანკო სექტორს და შევადარებთ მათ, ასე რომ ვთქვათ, გადაგაცილებულ პორტფელს, მივიღებთ, რომ სადღაც 45 მილიარდ 700 მილიონის მოცულობის პორტფელი არის და მხოლოდ 1 მილიარდ 100 მილიონის ვადაგადაცილება არის სიტყვაზე საბანკო სექტორში, როდესაც დარჩენილ აი 5 მილიარდზე მეც დაახლოებით 6 მილიარდზე მოდის უკვე 2 მილიარდი ვადაგადაცილებული პორტფელი. ეს იქნება მისოების, სხვა სესხის გამცემის სუბიექტები და ასე შემდეგ.
მიმდინარე წლისთვის თუ გაქვთ რაიმე მონაცემი, თუნდაც პირველი თვის ამ ნაწილში არის. ჯერ არა, იმიტომ რომ დიდი დრო სჭირდება ასე რა თქვა ინფორმაციის დაგენერირებას, თუმცა შეიძლება დღეს ამ მაქსიმუმ ხვალ უკვე გქონდეს ეს ინფორმაცია და რა თქმა უნდა გავაზიარებთ ჩვენს ვებსაიტზე. რას ხედავთ სები მიმართულებებში საუბრობს თქვა უფრო მეტ ვადაგადაცილებაზე, გართულებულ მდგომარეობაზე და ასე შემდეგ. კრედიტ ინფო როგორ აფასებს ზოგადად საფინანსო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, რა არის მთავარი რისკები, სად გვაქვს მთავარი გაუარესება და ამ მიმართულებით ტენდენციები რას? პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მთავარი არის შევადაროთ ასე რა თქვა პროცენტულად, იმიტომ რომ ბაზარი იზრდება წლიდან წლამდე, თქვენ საკვირდებით რომ რასის სწრაფით იზრდება ქვეყანაში ეს საკრედიტო ბაზარის დაახლოებით როგორც გითხარით 6 მილიარდზე მეტი არის ბაზარი გაზრდილი და ჩვენ უნდა ვთქვათ რომ ეს 200 მილიონი რომელიც არის ყველაზე გაუარესებაში ანუ ვადაგადაცილებაში გადასული არ არის რაც ლომის წილი საბოლოო ჯამში რო შევხედოთ პროცენტულად იგივე არის წლიდან წლამდე თუმცა როგორც თქვით ანუ რადგან ბაზარი იზრდება რა თქმა უნდა დაკრიტება როგორც კი გაიზრდება ასევე გაიზრდება ვადაგადაცილებას არა ჩვეულებრივი რა ვიცი ცხოვრება არის, მასე იქნება კიდევაც, მაგრამ როგორც კი დავინახავთ, რომ სიტყვაზე ვადაგადაცილებული სესხების წილი გაცილებით გაიზარდა, სიტყვაზე რაღაც არანორმალურად, რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციითაც ვაზიარებთ და თქვენს ნახავთ და მოხარებლებიც, რა თქმა უნდა, ნახავენ მაგ ინფორმაციას. მადლობა მირიან თქვენი დროისთვის და შეჯამებისთვის. მირიან ჯობავა კრედიტ-ინფო საქართველოს ბიზნესის ანალიტიკოსი პასუხობდა საქმიანი დილის კითხვებს.